საღამოშვიდობისა დღის მთავარ ამბებს ეთუნაინს პირველი გაგაცნობთ. რა შედეგით დასრულდა უმრავლესობის სხდომა. ძირითად პრინციპებზე შეჯერება ჩვენ შევძელით და უმრავლესობა მზად არის სამუშაო ჯგუფში უკვე მიიღოს სრულფასოვნად მონაწილეობა. ივანიშვილის პოზიცია და მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ქართულ ოცნებაში. ივანიშვილის როლი იყო ძალიან დიდი, მან შეძლო მოდერაცია ამ პროცესის იმგვარად, რომ პოზიციები პრინციპებთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაახლოვებულიყო. მინდა რომ მას ამ პროცესში ვაჩვენო, რომ ჩემი მიზანიც ეს არის, რომ შედეგი დადგეს. გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სწორი იყო, რომ გადმოგამოუშვეს, ნამდვილად სწორი იყო. შედგება თუ არა თანამშრომლობა გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის. შეურიგდები ეს ადამიანს, ვიცი განწყობაც ვიცი. თავარია, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, მოხდეს შერიგება. დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში. სასტუმრო ბუდაპეშტი ვაგის პარკში აღარ აშენდება. ვაგის პარკმა გაიმარჯვა. რატომ შეიცვალა პოზიცია ინვესტორმა? ჩანაცვლებას ან გამოწყიდას აქედან ერთ-ერთს დავთანხმდით. რის ხარჯზე მოხდა მშენებლობის გაუქმება? სამოქალაქო აქტივისტების შეკითხვები ქალაქის მერიას. კითხვის ნიშნები რა თქმა უნდა გვიჩნდება. რის ხარჯზე მოხდა ადგილმონაცვლეობა, რას თავაზობთ ინვესტორს? ატიპის ადგილმონაცვლეობაზეა საუბარი, რამდენია კომპენსაცია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვზეიმობთ გამარჯვებას. ლევან ჩხაიძის დაბრუნებას ოჯახი, კოლეგები, მეგობრები სულ სხვანაირად ველოდებოდით, მაგრამ დღეს ჯაკო ბუდაპეშტიდან ჩამოასვენეს. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ ამას ლევან ჩხაიძეზე ვამბობ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს ოჯახი, მეგობრები და კოლეგები დახვდნენ. პანაშვიდები წყლეთში ფიროსმანის ქუჩაზე გაიმართება, კვირას კი ქაშვეთის ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 33 წლის წელიწამყვანი 21 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯაკო ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. ცხინვალისა და აფხაზეთის დაბრუნების უმოკლესი გზა ნატოზე გადის. ომშის რა მოგცეთ გოგო ზივა? მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, სპორტსმენმა მწვრთნელებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარათონი აუცილებლად ბათუმში უნდა დასრულდეს. ხედავთ ეხლა კადრში თუ რა ხდება გუშევსკის ქუჩაზე, რომელზეც დღეს ორჯერ მიიტანა შტურმი ბერკუტმა. შეფეთქებული მოძრაობა და არსებულ წვნებში გადახდილი 5 მილიონი ევრო თუ პატიმრობის გასაგრძელებლად წაყენებული ბრალი. არა, მე უკვე ზუსტად აი ამას დავიმახსოვრე დედაჩემს რა უნდა მოვამზადებინო ყველაფერი. ხო, ძალიან კარგი იქნება. თქვენ უყურებთ დღის ამბებს 2 საათზე, რომელსაც ტელეპირველის გუნდი და ლევან ჩხაიძე წარმოგიდგნენ. თქვენ გესმით შეძახილები, რომელიც ერთ-ერთი გამომშლელის გაცხადებებს მოყვა, აი ასე მიმდინარეობს აქცია რუსთაველის გამზის. მე ხლა ვეცდები პირდაპირ ეთერში გავესაუბრო უკვე სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გამოდის აქ და არის ჟურნალისტებთან. ალბათობა სალომე. დავშვიდობთ მაყურებელს, რისაბები 4 საათზე ამით დასრულებულია. ჩვენი ჟურნალისტის ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის პრესპიკერის თქმით, უბედური შემთხვევის გამო სალომე ზურაბიშვილმა დაგეგმილი პრესკონფერენცია გადადო. ბრიფინგი ორშაბათს გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი პირველი ვიზიტის შესახებ, რომელიც ბრიუსელში გაიმართა, შეაჯამებს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაანონსებული იყო საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია. თქვენ იცით, რომ 21-23 იანვარს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს უმაღლეს წარმომადგენლებთან. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა ლევან ჩხაიძე, ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ ბრიფინგი გადაგვედო. პრესკონფერენცია მედიისთვის, ყველა დაინტერესებული მედია საშუალებისთვის გაიმართება ორშაბათს 17 საათზე და მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე. აქვე მინდა საქართველოს პრეზიდენტის სახელით სამძიმარი გამოუცხადო ლევან ჩხაიძის ოჯახს, მის მეგობრებს, სრულად ჟურნალისტურ საზოგადოებას და მთელ საქართველოს. სხვა თემებით განვაგრძობთ გამოშვებას. ძირითად პრინციპებზე შეთანხმებით დასრულდა ორდღიანი შეხვედრა. ოცნებაში გუნდში დაპირისპირებულმა მხარებმა გადაწყვიტეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმშელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩება. ნახოთ, ვინ ვის პრინციპს აჯობა და რა გადაწყდა მოსამართლეების სადავო სიაზე. საჭირო იყო შეხვედრა, ნამდვილად საჭირო იყო, ემოციური იყო ნამდვილად, მე ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯე დღესაც და გუშინაც. უმრავლესობის 7 საათიანი სხდომა ამჯერად უკვე დაახლოებული პოზიციებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკაბესელი აკმაყოფილი ჩანდა. ის ივანიშვილთან კონკრეტული ინიციატივებით მივიდა და როგორც ჩანს მხარდაჭერაც მიიღო. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაპირისპირებული დეპუტატები აცხადებდნენ, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პრინციპულ საკითხებზე შეჯერდნენ. მათ განცხადებებში დღეს შერბილებული ტონი იგრძნობოდა. ის მოსამართლეები, ვინც პოლიტიკურად აღიარებულ პატიმრებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, ისაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა ამ პოლიტიკური აქტით. ასევე უნდა იყოს ერთ-ერთი გამომრიცხავი გარემოება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც ხვდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომელსაც დაუდგინდათ ესეთი დარღვევები ამ საქმეებში, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომ პროცესის მოდერაციას სახდენდა ბიძინა ივანიშვილი. მას ზუსტად ისეთივე პოზიცია ჰქონდა და განწყობა როგორც გუშინ ამ მოდერაციის დროს, მაქსიმალური მცდელობა და ძალიან დიდი ენერგია დახარჯა მან პირადად, რომ კონსტრუქციულ ფორმატში გადაეყვანა პროცესი. ნაპირებს შევასრულებთ აუცილებლად, ჩვენ გავწერთ კრიტერიუმებს, ჩვენ გავწერთ პროცედურებს, გამჭვირვალეს გავხდით გაცილებით კიდევ უფრო პროცესს და მაქსიმალურად შევეცდებით და ესაც იქნება, რომ მოსამართლეთა შერჩევა იქნება გამჭვირვალე, საზოგადოებისათვის მაქსიმალურად მისაღები. ეკაბესელი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს. გარდა იმისა, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გუნდისგან მხარდაჭერა მიიღო, ის სამუშაო ჯგუფის მუშაობაშიც ჩაერთვება, რომელმაც მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმები უნდა განსაზღვროს. შორის სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს, რა თქმა უნდა, შეთავაზება და მათ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ ერთზე მეტი წარმომადგენელი ყოლოდათ ამ ჯგუფში. ასევე ჩვენ ვიმსჯელეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და თქვენ თვითონ ნახავთ უკვე პირველ სამუშაო შეხვედრაზე წარმომადგენლობას. პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება ამ პროცესს და მას ექნება გუნდის მხარდაჭერა. დღეს როგორც იქნა მივიღეთ დასტური ირაკლი კობახიძისგან, ამდენჯერმე დავსვეს კითხვა ამ ჯგუფის მუშაობის თაობაზე. შეხვედრის თაობაზე მოწევა არ მიმიღია, ყველას მიუვიდა, მე არ მქონდა ეს მოწევა და ვიკითხე, რატომ არ მივიღე, მომივა ეს მოწევა, თუმცა მე კვირას წინასწარ გეუბნებით, რომ ვერ დავესწრები ამ სტომას, რომ არ ვიქნები საქართველოში, იცით რომ მივლინება შევწყვიტე და ჩამოვედი, ამიტომ ისე მიწევს წასვლა. კვირას არ ვიქნები, მაგრამ იქნებიან ჩვენი კოლეგები, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, კვირას არაფერი საბოლოოდ არ გადაწყდება, იქნება პოზიციების შეჯერება. მიუხედავად დაპირისპირებულ თანაგუნდელებთან პოზიციების დაახლოებისა, დღეს ფესელია მიანიშნებდა, რომ კონკრეტული ძალები ებრძვიან. მისი თქმით, არასწორი ინფორმაცია მის მიმართ მიზანმიმართულად ვრცელდება. ბრძვის ალბათ ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სკამი, თანამდებობა, საკუთარი კეთილდღეობა და ვინც იბრძვის რევანშით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის უკან იდგეს ის ჯგუფი, რომელიც არის ჩვენი ოპონენტი და ასევე ის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია ჩემი პოზიცია კრიტიკულად მიუღებლად. ბოლო პერიოდში ფეიქ ნიუსები ძალიან
მომრავლდნენ, ასე ვთქვათ. ეს არის ბინძური კამპანია, ყველაზე ბინძური კამპანია, რაც ბოლო დროის უდიდეს გამოწვევად რჩება, რომ კონკრეტულ ადამიანებს ურცელებენ ისეთ ამბებს, რაც სიმართლესთან ახლოსაც კი არ შეიძლება იყოს. თქმა უნდა, მიზანმიმართულია ხოლმე ძალიან ხშირად. ეს არის ჩვენი იმ ოპონენტების დღის წესრიგიდან გამომდინარე, მიზნებიდან გამომდინარე, რომლებსაც სურთ, რომ მართველი პარტიის და მართველი გუნდის წარმომადგენლებს რაც შეიძლება ცუდი იმიჯი ქონდეს და ხანდახან ახერხებენ კიდევაც ნაწილობრივ ამას. როგორ დასრულდება პროცესი, რომელმაც ოცნებაში დიდი რყევები გამოიწვია, სავარაუდოდ ახლო მომავალში გამოჩნდება. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ საკითხის მოგვარება საგაზაფხულო სესიამდე სურთ. ჯანსაღი პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ დაანონსა პარტიაში მიმდინარე მოვლენებს დავოსიდან პრემიერი გამოეხმაურა. რაც შეეხება სასამართლოს მამუკა ბაღდაძის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ამ საკითხზე პრინციპული განაცხადი უკვე გააკეთა. პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ჯანსაღი პროცესი. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაანონსა ამის შესახებ, რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა პრინციპული განაცხადი ამის შესახებ, რომ ბუნებრივია კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა არის აუცილებელი იმისთვის, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღ პროცესთან საქმე. 250,000 ლარის ქრთამისთვის წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს სხდომაზევე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილზე წაუკითხეს ბრალის დადგენილება და ხელბორკილები დაადეს. გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. ნახოთ რა შედავება გამოძიება დაკავებულს. წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს ხელბორკილების სხდომაზე დაადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ქრთამის აღებას ედავება. გამოძიების ვერსიით გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გადანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაპირდა. რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250,000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის დობით აღჭურვილ პირს. 2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქალაქ წყალტუბოში შანიძის ქუჩა ნომერ 1-ში მდებარე შენობა ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბიზნესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა. ბრალდების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ივანეიშვილის მოადგილე. ბაატა ახალაძეს არც საკრებულოს ყოფილი შენობის გასხვისების დეტალებზე სურს საუბარი. ორი კვირის მოხდა ყოფილი საკრებულოს შენობის არაფერი არ ვიცი, როცა ყველაფერი ჩამოყალიბდება, მოგახსენებთ მე რომ ყველაფერს აუცილებლად. ცუდი ნაციონალებზე უარესი, დაკავების ფორმა. ნაციონალებზე უარესი. საკრებულოს მიმდინარეობდა დააკავეს საკრებულოს თავმჯდომარე და გაიყვანეს. მეტი არაფერი ინფორმაცია არ ვიცით. ეცლით რაც არის საკრებულოს სამთავრობა სტომისრალობის დროს გაიყვანეს. მის მიმდინარეობის პროცესში მოხდა მისი დაკავება. შემოვიდნენ როგორც განმარტეს იყო ანტიკორუფციული სამსახური, განუმარტეს, მოკლედ მე ვერ მოვისმინე, იმიტომ რომ ცოტა შორს ვიჯექი და ესე მოხდა ოთახში მისი დაკავება საკრებულოს ხომათა დარბაზში. ოცნებაში ინფორმაცია წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების შესახებ უმრავლესობის სხდომაზე გაიგეს. პარტიაში ფაქტს სამწუხაროს უწოდებენ. ოცნებაში ამბობენ, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია არავის მიმართ არ უნდა დაირღვეს, თუმცა მიუთითებენ, რომ საგამოძიებო უწყებები სამოხელეო დანაშაულის მიმართ უკომპრომისოები იქნებიან. სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო, თანამდებობრივ და სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით ზოგადად, ეს ერთი მხარე აქვს ამ ამბავს და მეორე მხარე ის აქვს, რომ არ დავარღვიოთ ჩვენ უდანაშაულობის პრეზუმპცია არც ამ პირის მიმართ და უნდა ვთქვათ აუცილებლად ვალდებულები ვართ, რომ მისი დანაშაულის შესახებ საბოლოოდ სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. გრიგოლ ივანეიშვილის მხრიდან ქთამის აღების ფაქტზე გამოძიებას სუსის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
უკავშირდება თუ არა რუსთავი ჟურნალისტის სახლისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დავით ერაძის პროფესიულ საქმიანობას ჯერ უცნობია. გამოძიებლების კითხვებს დაზარალებული 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. ჟურნალისტის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავდა. კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტში გასვლის ეთერის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების მუხლით მიმდინარეობს. აღმოვაჩინეთ ტყვის გულა და შესაბამისად მისგან დაზიანებული კარი, რაზეც უკვე მოვახდინეთ რეაგირება, დავრეკეთ 112-ში, საკმაოდ ოპერატიულად ჩატარდა უკვე შემდეგ კრიმინალისტური სამსახურიც მოვიდა, აიღეს ყველაფერი, უკვე პასუხს უკვე მოგვიანებით გავიგებთ, კითხვაზე უკავშირებთ თუ არა ამას ჩემს საქმიანობას აქაც დამისვეს და პასუხი რა თქმა უნდა არ მაქვს, ჯერჯერობით მე ვერაფერს ვერ დაუკავშირებ და არც მინდა რომ დაუკავშირო რამეს და არ მინდა დავიჯერო რომ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში რომ რაიმე ესეთი საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჟურნალისტი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე. ჯერჯერობით გამოკვეთილი ჩვენთვის არაფერი არ არის, გამოძიება საინტერესებდა რეალურად რა მოხდა, ხო არ აქვს ვინმეზე ეჭვი დავით ერაძეს, ან ხო არ უკავშირებს რაიმეს ამ ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც დავით ერაძე მიაწოდა ინფორმაცია რომ მან ნახა დაზიანებული კარი. დავით ერაძეზე თავდასხმას ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად გამოიძიებს, ვინ და რა მიზნით გაუხსნა ცეცხლი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის ჩვენთვის მიუღებელი და ჩვენ პარლამენტში ველოდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში სწრაფად უპასუხებს საზოგადოებას იმ კითხვებზე თუ რა მოხდა და რატომ მოხდა ასეთი რამ. რა თქმა უნდა, მოველით რომ ადამიანები, ან ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა, იქნება დროულად იდენტიფიცირებული და მიეცემა პასუხისგებაში. რუსთავი ჟურნალისტის დავით ერაძის სახლისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება. ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, რომ საქმე დროულად გამოიძიონ. ქარტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია დადგინდეს უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურ საქმიანობას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს. რუსთავი ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას გმობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და დამცავ ორგანოებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ბრალდების მხარის მოთხოვნის მიუხედავად თანამდებობაც შეუნარჩუნა. გეგა გეგეშიძის გათავისუფლების პარალელურად ევროპის ჩემპიონი გეგეშიძის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნაკრების დატოვებას გეგმავს. ანა ახალაიამ მოისმინა ზურაბ დათუნაშვილის პრეტენზიები. მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ამის პარალელურად დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა სწორედ იმ სპორტსმენმა, რომელთანაც ჰქონდა დაპირისპირება სპორტის სასახლეში. გეგა გეგეშიძე საუბარია ზურაბ დათუნაშვილმა, რომელმაც დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ თავისუფლების გარდა გეგეშიძე ასევე დაუბრუნდებოდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, ის კვლავ მოითხოვს, რომ გეგეშიძემ აღნიშნული თანამდებობა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დათუნაშვილი ამბობს, რომ ის ჭიდაობის ფედერაციასთან თანამშრომლობას არ გააგრძელებს. გარდა ამისა, დღეს დათუნაშვილმა ძალიან ბევრი და საინტერესო დეტალი გაიხსენა სწორედ ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით, მათ შორის აღნიშნა ისიც, რომ როდესაც მოხდა დაპირისპირება და როდესაც გაიმართა სასამართლო, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი კონკრეტული სასულიერო პირი, რომელიც არის დაახლოებული გეგა გეგეშიძესთან და უთხრა დათუნაშვილს, რომ უნდა დაევიწყებინა ყველანაირი პრეტენზია გეგეშიძის მისამართით და რომ ეს პრობლემები სპორტულ ოჯახში უნდა მოგვარებულიყო. დათუნაშვილთან ერთად დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მისი პირადი მწვრთნელი და მხარდამჭერები, რომლებიც აბსოლუტურად იზიარებდნენ დათუნაშვილის იმ პოზიციებს, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, დღეს მან გააჟღერა.
უბრალოდ მოსამართლეს შეეძლო, რომ ის თანამდებობაც დაეტოვებინა. რაც უბრალოდ დროის პროცესია, მე ვიცი რომ დატოვებს თანამდებობა. არა, მე ვერ შეურიგდები ეს ადამიანს, ვიცი განწყობაც ვიცი და ეხლა ფორმალურად თვალი დახუჭო შეურიგდე, მე ხო ვიცი რომ ესეთი განზრახები ამოძავებ ჩემს მიმართ. მამაო გამომიგზავნეს, მამაო მეუნებოდა. სულ ყველანაირად პრივილეგირებული იქნებოდა, მე ვუთხარი რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს მეთქი ეს პრეტენზია, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ეს პრივილეგიები. მოდიო ზურა გავჩუმდეთ, არ ამოვიღოთ ხმა, ხმის ამოღების ეშინიათ ალბათ, რომ საზოგადოებამ გაიგოს. ნახოთ როგორ გავითარდება მოვლენები, თუ დარჩდი ფედერაციაში, მე დავტოვებ. ჩემი გეგმა მე ვაგზელებ ვარჯიშს ჩემ პირად მწვრთნელთან. ხალხი რომელიც იმედით უყურებდა ამას, რომ აი ეს კაცი მოგშორდება და ნატრულობდა ამას, რომ ეს წავიდეს და ყველაფერი კარგად იქნება, ამ ხალხს ამ კაცის დაბრუნებით ისევ იმ პოზიციაზე ეს იმედი მოუკვდათ. მე მაქვს 27 დღის მონაცემი პრემიების დარიცხვის შესახებ და ეს არის ოფიციალური ამონაწერი ბანკიდან. სადაც თვეც არ არის რა, 25 დღის მონაცემები მაქვს, სადაც დაახლოებით 100.000 ლარი. აი ხა მოგახსენებთ, აი გვარებს და სახელებს არ დავასახელებ ფედერაციის თანამშრომლებს 26.974 ლარი დაერიცხა ფარლამენტთა კლუბის დირექტორს. რის გამო დაერიცხა რა ვერ გავიგე აი რა დამსახურება აქ ამ ადამიანს. მე ვიზიარებ ზურას მოთხოვნას, დარწმუნებული ვარ რომ არის მართალი. გმობ ყველანაირ ძალადობას და ვფიქრობ რომ არ შეშვენის ესეთი საქციელი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს. ანუ შემთხვევები სხვა სპორტსმენებიც განაც გაგიგიათ რომ უკმაყოფილოები არიან ისინი გეგეშის. კი, ძალიან ბევრი გამოხატავს, მაგრამ ამ ეტაპზე ალბათ იკავებენ თავს და არ საუბრობენ ამასთან. ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე სკანდალურ პროცესებთან დაკავშირებით დღეს განმარტებები მედიასთან სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ხაბარელმაც გააკეთა, რომელიც იმედოვნებს, რომ ის პრობლემები, რომელიც არსებობს სპორტის ამ მიმართულებაში, აუცილებლად მოგვარდება, რაც შეეხება საკითხს გეგეშიძის თანამდებობაზე დარჩენასთან დაკავშირებით. ხაბარელი მიიჩნევს, რომ ეს ის საკითხია, რომელზეც პრეზიდიუმმა უნდა იმსჯელოს. ხავარია, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, მოხდეს შერიგება, თუნდაც დათუნაშვილთან დალაპარაკება აუცილებელია. ვეტერანი სპორტსმენები, იმიტომ რომ ჩვენ დასაკარგი ვეტერანი სპორტსმენები არიან, ისინი უნდა ახალგაზრდა სპორტსმენები და მოხდეს შერიგება. ჩვენ დასაკარგი ნამდვილად და მით უმეტეს ასეთი სპორტსმენის გადინება საქართველოსთან ეს დაუშვებელია. გეგეშიძე უნდა დარჩეს თუ არ დარჩეს, ეს არის პრეროგატივა პრეზიდიუმის. სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად უსწორდება სპორტსმენს ზურაბ დათუნაშვილს, როგორც იცით, სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით ძალადობის ბრალდებით წაეყენა მუხლი გეგა გეგეშიძეს. ის 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდა საპატიმროში, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მან 5,000 ლარიანი ოდენობის გირაო სანაცვლოდ დატოვა საპატიმრო და ასევე სასამართლოსვე გადაწყვეტილებით მას ის დაუბრუნდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტსაც. დღეს უნდა აღინიშნოს, რომ იმ განცხადებებს და იმ მოთხოვნებზე, რომელიც ეხება სწორედ მისი თანამდებობიდან წასვლას, გადადგომას, დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს გეგა გეგეშიძეს რაიმე ტიპის განმარტებები არ გაუკეთებია. ანა ახლა ესაუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობა და აკმაყოფილა. შეფერდი ვაკეს საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა. მამაკაცი ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მშავდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეფერდს ინტერპოლი ეძებდა. დღე არ გასულა ისე შარლოტას გარდაცვალებაზე რომ არ მეფიქრა. ამ შემთხვევის შემდეგ სულ დეპრესიაში ვიყავი. ვწუხარ რომ ვერ მივიღე მონაწილეობა ბრიტანეთში გამართულ სასამართლო პროცესებში. ვიცი როგორ იტანჯებიან შარლოტას ოჯახის წევრები და ამის გამო ვწუხარ. იგი გაიქცა იმის გამო რომ პასუხისმგებლობას არიდა თავი, თუ იგი იყო მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში და სუიციდის არჩევანი ჰქონდა, სუიციდი თუ უბრალოდ ყველაფრისგან განმარტოვება. მას აქვს სერიოზული შიში
რომ საპატიო დაწესებულებაში აღმოჩენის შემთხვევაში ბრიტანეთში გარკვეული პირები მას შეუქმნიან ძალიან დიდ გარდა იმისა, რომ ჯეკ სებასტიან შეფერდი არის მსჯავრდებული დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობისთვის, იგი ასევე იძებნება სხეულის მძიმე დაზიანების მცდელობისთვის. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს შესაბამისი ბრიტანული კანონმდებლობით. დაზარალებული არის დევიდ ბიჩი, რომელსაც შეფერდმა თავში ჩაარტყა ბოთლი და მიაყენა სხეულის დაზიანება. არის თორე დაინტერესებული ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიით მამა კონსტანტინე ჭინჭარაული. ირკვევა, რომ მცხეთის მერიაში ეკონომიკის სამინისტრომ არაერთხელ გააგზავნა წერილი, რომ არ შეიქმნებოდა რაიმე სახის პრობლემა ადგილის გასხვისების შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილით, სადაც გარემოვაჭრები საქმიანობენ, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული 2017 წელს დაინტერესდა. მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია. უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა ეს ის ტერიტორია, საიდანაც სასულიერო პირი გარემოვაჭრების გაშვებას ითხოვს, გარემოვაჭრებმა კი საქმიანობა დღეს თვითნებურად ისევ განაახლეს და დახლები გამოფინეს. დაედება თუ არა ჯვრის მონასტრის კარს ხელმეორედ ბოქლომი. ტაძრის წინამძღვრის პროტესტის მიუხედავად გარემოვაჭრები ეკლესიის მიმდებარე 11-დღიანი პაუზის შემდეგ ისევ გამოჩნდნენ. მოვაჭრები ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. არადა დღეს მათთვის მიცემული 3-დღიანი ვადა ამოიწურა. პირველა, მეორე თუ მესამე ბოძირვა იქ დაბლა სადღაც და იქ არ ვიცი, მანქანათაც ვერ ჩამოვლე. მე თვითონაც არ მომწონს, არადა დახლები არის სპეციალურად გამზადებული აქვს იქ დაბლა მერიაში, შეუძლიათ ამოიტანონ და დააწყვენ, მაგრამ მე გვეუბნება, რომ ეგ ტერიტორია არ არის ჩვენი, ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, ხო და არ ვიცი, მამავები გვეუბნებიან, მერიამ უნდა გადაწყვიტოს. მერია იძახის, რომ იმათ უნდა გადაწყვიტონ და ვერ თანხმდებიან ერთმანეთში. იქ არავინ არ ჩამოვა. აგერ აქ შეგვიძლია ჩავიდეთ. მაგრამ არ აძლევს უფლებას მცხეთის გამგეობას, რომ ამოგვიტანონ დახლები და იქ, სადაც თავისი ძროხები დაყავს საძოვარზე, იქ ნამდვილად არ ჩავართ. ქალაქის მერიამ მზად არის გარემოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართი გამოყოს. მათთვის დამზადებული კეთილმოწყობილი დახლები ამ დრომდე მერიაში ინახება. თუმცა შემოთავაზებაზე უარს არა მოვაჭრეები, არამედ სასულიერო პირები ამბობენ. ჯვრის მონასტრის წინამძღვარი პოზიციებს ართმობს. ის ადგილი, სადაც ჩვენ მიუთითეთ, მათ არ აწყობდათ ის ადგილი, ესე ჯიუტად ამბობენ, რომ ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ, აქედან არ გავალთ. ჯერ ერთი კანონით იცით, რომ გარემოვაჭრეობა არის საკრძალული. ესენი კანონზე ძალადობენ უკვე, კანონს არაფერ დაარაგდებენ. ბრალდებას ბრალდებით უპასუხობენ ადრესატები. მოვაჭრეების ეჭვი, რომ სასულიერო პირს საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურს, ყოველდღიურად იზრდება. წინამძღვარი უკვე მართლა ძალადობაზე გადმოდის, ძალადობს თითოეულ ოჯახზე. ვინაიდან ერთადერთი შემოსავალი ჩვენი არის ეს, როგორც კადრში უყურებთ, აი ჩემი ჯიხური თუნდაც არის მუაჯრის მიღმა. არც პარკირებას უშლით ხელს, არავის არ უშლით ხელს. წინამძღვარს მივმართავ, თავი დაგვანებოს, ძალიან გთხოვთ, თავი დაგვანებეთ. მიხედეთ თქვენ ბიზნესს, ღმერთმა შეგარგოთ და გაჭირვებულ ხალხს თავი დაანებეთ. ტერიტორიით რომ შესაძლოა დაინტერესებული იყოს მონასტრის წინამძღვარი მცხეთის მერის საუბრიდან ირკვევა. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მერიას არაერთი წერილით მიმართა, ხომ არ შეიქმნებოდა პრობლემა, რომ ტერიტორია გასხვისებულიყო. გარემოვაჭრეებს აქვს ის გონივრული ეჭვი, რომ მამა კონსტანტინეს ეს ტერიტორია, რომელიც არის დღეს გამოყოფილი გარემოვაჭრობისთვის, უნდა თავისთვის. ამას ამტკიცებენ გარემოვაჭრეები. მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ ჩვენთან შემოსული არის წერილი ეკონომიკის სამინისტროდან და პასუხი გვაქვს გაცემული. იქიდანაც არის შეკითხვა ასეთი, რომ ხარ თუ არა თანახმად ჩვენ რომ გავასხვისოთ ეს ტერიტორია. ახლა ჩვენ მოგვართა ეკონომიკის სამინისტრომ ეს ასე ხდება. ტერიტორიები, რომელიც ჩვენს ფარგლებშია, ჩვენს მუნიციპალიტეტის ფარგლებშია, მაგრამ არ გვეკუთვნის ჩვენ და მართავს ეკონომიკის სამინისტრო, წერილობით მაინც შემოდის, რომ ჩვენ ამას სხვა მოსაზრება ხوار. ბიზნესის ინტერესები გქონდეს წინამძღვარს. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ამის ეჭვი აქვს ამ გარემოვაჭრეებს. გიორგი კაპარაძე მოვაჭრების ინტერესებს სრულად იზიარებს და ის პრობლემის მოგვარების კიდევ ერთ ვარიანტზე საუბრობს. ქვემოთ, სადაც დღეს ითხოვს მამა კონსტანტინე მათ გადაყვანას, იქ შეიძლება არის საიმისო ტერიტორია, რომ პირველ რიგში გაკეთდეს პარკინგი, ამ პარკინგზე გათავსდეს ამ გარემოვაჭრეებისთვის ცივილური დახლები და როდესაც პარკინგიც იქ იქნება და დახლებიც, მაშინ ეს გარემოვაჭრეები
ჩაულებრივად ჩავლენიქ და არავის პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ ექნება. და ზემოთ, სადაც დღესდღეობით არის პარკინგი, ის საერთოდ შეიძლება ჩაიკეტოს, შლაგბაუმი გაკეთდეს და მხოლოდ სამთავრობო მანქანების შესასვლელი იყოს იქ და საპატრიარქოსის უფროს დატოვილი ეს ტერიტორია. სწორედ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა გახდა მიზეზი, რომ მონასტრის მთავარ შესასვლელს თითქმის 3 დღის განმავლობაში ბოქლო მიედო. ახლა ეკლესიამდე მისასვლელი კარი ღიაა, თუმცა მხარეები კონსენსუსამდე ამ დრომდე ვერ მიდიან. შეთანხმება მიღწეულია ვაკის პარკში სადაო სასტუმრო აღარ აშენდება. კახაკალაძის თქმით საუბარი ადგილმონაცვლეობაზე, თუმცა რა ადგილზე აშენდება სასტუმრო ბუდაპეშტი, ამის შესახებ დედაქალაქის მერს დღეს არ უსაუბრია. კახაკალაძე მილაპარაკა წინამორბედზე და გიგი უგულავა ქალაქისთვის დამაზიანებელი ნებართვის გაცემაში დაადანაშაულა. ნახოთ რის სანაცვლოდ დათანხმდა სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელი კახაკალაძეს და რა კითხვები აქვთ გარემოს დამცველებს დედაქალაქის მერთან. ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. შეთანხმება შედგა ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. რამდენიმე წლიანი დავის შემდეგ თბილისის მერმა ინვესტორთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. კახაკალაძის თქმით, სანაცვლოდ მოხდება ადგილმონაცვლეობა, ან ტერიტორიას მუნიციპალიტეტი გამოისყიდის. მან დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნა, რომ გიგი უგულავას მერობის დროს მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვები დამაზიანებელია. მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო, მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავაზუსტე. რის სანაცვლოდ დათანხმდა სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი კახაკალაძეს. დღეს ამ კითხვაზე გოგა ზაქაიძის კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მისი თქმით, კომპანია შესთავაზეს სხვა ალტერნატივა, რომლის შერჩევაზეც სამომავლოდ იმსჯელებენ. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, რომ უპასუხოთ აქედან ამოვარჩიოთ, რომელიც გვაწყობს, რაღაც შემოთავაზებები იქნება და უკვე რამოდენიმე დღეში მოსა პროცესში უკვე დავასრულებთ. ამ პროცესს მოლაპარაკება შედგა და დასრულდა იმაში, რომ ან ერთი ან მეორე ჩვენ გვაკმაყოფილებს, ან რასაც გვთავაზობენ ამ ეტაპზე უბრალოდ უკვე გამოსარჩევ. კახაკალაძის კრიტიკას გამოეხმაურა დედაქალაქის ყოფილი მერი. გიგი უგულავა შეთანხმებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის დამსახურებაა. კალაძე კი პოპულიზმში დაადანაშაულა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს შეთანხმება მიღწევადი იყო. კალაძის მხრიდან სამწუხაროდ ამას ხელოვნურობის და ჩვეულებრივი პოპულიზმის ნიშნები ჰქონდა, რომ აი ხმაური აეტეხა და ვითომ ატეხე ხმაური და მერე პრობლემა მოაგვარე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ პრობლემა მოგვარდა. ვაკის პარკში დაგეგმილი საპროტესტო აქცია კი საზეიმო შეკრებით შეიცვალა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, ინვესტორთა შეთანხმება მათი გამარჯვებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თუმცა გარემოს დამცველებმა ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, რის სანაცვლოდ აღარ აშენდება რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო. კითხვები რა თქმა უნდა დაისმევა თუ რა ტიპის ადგილმონაცვლეობაზეა საუბარი, რამდენია კომპენსაცია, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვზეიმობთ გამარჯვებას. ცოტა მეჩვენება ცოტა ძველბიჭურად გადაწყდა ეს ყველაფერი და ვისურვებდით ცოტა მეტ გამჭვირვალობას, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს ხარჯზე ხდება და არა კახაკალაძის პირადი დამსახურება, ეს არის მოქალაქეების დამსახურება. ეხლა ველოდებით მერიისგან პასუხს რა სთავაზობს სახელმწიფო მას. ზუსტად ვიცოდეთ, ისევ მოქალაქეებს გადასახადების გადამხდელებს გვიწევს ამ კომპენსაციის გადახდა. მოხდება ამ სასტუმროს სხვა ადგილას მშენებლობა. უნდა გაირკვეს ყველა ის დეტალი, რომლის თანახმადაც იგი 2013 წელს გაიცა ეს ნებართვა. 2013 წლის 24 ივლისის განკარგულებით მაშინდელმა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ვაკის პარკის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური შეთანხმება არქიტექტურის სამსახურმა კი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა. 2014 წელს მწვანე ალტერნატივამ საქალაქო სასამართლოში განკარგულებისა და ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. საქალაქო სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქმემ შემდგომ სააპელაციო სასამართლოშიც გადაინაცვლა. სამოქალაქო აქტივისტები ვაკის პარკში კიდევ ერთხელ კვირას შეიკრიბებიან. გარემოს დამცველების თქმით, ისინი აქტიურობას არ შეწყვეტენ, ვიდრე თბილისის მერი პროცესს გამჭვირვალეს არ გახდის.
იცრუნე ამ სახელწოდებით ვისელ ჯგუფი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჰაერის დაბინძურებისა და საავტომობილო ხმაურის შემცირებისათვის სტუდენტურ კონკურსს აცხადებს. ახალგაზრდებს შეეძლებათ რეალობად აქციონი იდეა, რომელიც საქართველოში ორი მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი პრობლემის მოგვარებისკენ იქნება მიმართული. იცრუნე ვისელ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებში სტუდენტური კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. კონკურსში მონაწილეობის საშუალება აქვს საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული იდეები და სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ დაფინანსება ვისელ ჯგუფისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის. ჩვენი ყურადღება დღესდღეობით მიქცეული გვაქვს ორ მიმართულებაზე, როგორიც არის ჰაერის დაბინძურება, გარემოს დაცვითი მიმართულება, ეგრეთ წოდებული და მეორე არის საავტომობილო ხმაურით დაბინძურება, შეიძლება ითქვას საავტომობილო ხმაურით მიღებული ზიანის შემცირება. დღის მთავარი თემები ამ დროისთვის დასრულებულია. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.